მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 9 მარტია ორშაბათი, რა თქმა უნდა, დაიწყო სამუშაო კვირა და ერთსოლონების დილამაც განაახლა თავისი სამუშაო დღე. ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. კახა მიქიაშვილი, სოფიო კუჭავა თქვენთან ერთად ვიქნებით. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიყურებთ, იწყებ კვირას, დილას ჩვენთან ერთად სამუშაო კვირას, ნაყოფიერ დღეს გისურვებთ და წარმატებულ სამუშაო დღეებს, სანამ ანონსს გაგაცნობდეთ და სტუმრების ვინაობას, მანამდე მოვისმინოთ საეკლესიო კალენდარი. მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის პირველად და მეორედ პოვნას და მოიხსენიებს წმინდა მოწამე სერგის ღირს იოანე მომკელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღეს და რაც შეეხება გადაცემას, სტუმრებს, თემებს, არის აქტუალური თემა გვაქვს შერჩეული, რომელსაც განვიხილავთ მოძღვართან ერთად და ეს არის ეკრან დამოკიდებულება და თამაშების გავლენა ბავშვებზე და როგორია ეკლესიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, სწორედ ჩვენი სტუმარი ისაუბრებს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის გლოვსახური დეკანოზი დავით თავაძე. იაკობ გოგებაშვილის დედაენა ძველ ქართულ ენაზე გამოიცა წიგნის იდეისა და მისი გამოცემის შესახებ უფრო მეტს ჩვენ სიუჟეტიდან გიამბობთ, რომელსაც გადაცემის მსვლელობისას შემოგთავაზებთ. და ძალიან საინტერესო თეატრალური კვირეული ელოდება თბილისის მაყურებელს. კერძო ზესტაფონის უშენგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი თბილისში შემოქმედებითი კვირეულისთვის ემზადება. და სიაკაკი ხორავა სახელობის თეატრში მაყურებლისთვის რამდენიმე სპექტაკლს წარადგენს და უფრო ვრცლად თუ რა რეპერტუარზეა საუბარი, რა სპექტაკლები გაიმართება, ჩვენი სტუმრები ისაუბრებენ, წარმოგიდგენთ მათ წინასწარ, შემდგომ უკვე მაგიდასთან ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი. ვალტო ჯუღელი და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნანუკი მაკრახიძე იქნებიან ჩვენი სტუმრები და უფრო მეტ გავიგოთ მათგან ცხადია და კიდევ ერთხელ ვეთქვით თბილისელ მაყურებელს, რომ საინტერესო კვირეული ელოდებათ ზესტაფონის თეატრისგან. ახლა უფრო მეტი შევიტყოთ ამინდის შესახებ, მაინც მარტია. და არ არის სანდო. ნახოთ ამინდის პროგნოზი.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ და პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე. დავით მოგესალმებით. ვიდრე ჩვენს მთავარ თემაზე გადავალ, დღეს არის წმინდა ივანე ნათლისმცემლის პირველ და მეორე თავის პოვნა და შევახსენოთ მსმენელს რა მოვლენაზეა საუბარი, ან შესაძლოა იმის გავუსვეს კითხვა, რომ რა არის ამას სადღესასწაულო დავუშვათ ხო? კი ბატონო. დღეს მართალბრძანა ჩვენი ეკლესია აღნიშნავს წმინდა ივანე ნათლისმცემლის თავის პირველად და მეორედ პოვნას. ეს განხორციელდა მოგეხსენებათ 327 და 452 წლებში. თავდაპირველად ეს იერუსალიმში მოხდა ელიცეს მთაზე 327 წელს, ხოლო შემდეგ 452 წელს უკვე სირიაში, ქალაქ ემესაში. მართლა საინტერესოა, რომ ამაში თქვათ რას ხედავენ სადღესასწაულოს ჩვენი ეკლესიის წევრები. უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგადად ივანე ნათლისმცემელი იყო სიმართლისთვის დევნილი ადამიანი, უსამართლოდ დევნილი, რომელსაც ეწოდება მოგეხსენებათ სინდისი კაცობრიობისა, რომელიც საბოლოოდ ჩაკალა მაშინ კაცობრიობამ და უნდა გვახსოვდეს, რომ გარდა ამისა აღმოყვანება წმინდა ნაწილებისა ამა თუ იმ წმინდანისა, რა თქმა უნდა, არის მადლისმიერი კურნების წყარო თითოეულ ჩვენთაგანისათვის და ამასაც დღესასწაულობთ ჩვენ და გარდა ამისა დღესასწაულობთ იმას, რომ სამართლიანობა არასოდეს რჩება დაფარული და ადრე თუ გვიანის გაიღვიძებს, ადრე თუ გვიანის გაიმარჯვებს და ყოველთვის ცხადდება და ყოველთვის იმარჯვებს ეს საღვთო სამართლიანობა და რაც არ უნდა დაფარული იყოს ის მაინც იპოვის დღის სიმართლეს და აი ამის დღესასწაულიც არის ყოველივე ვთქვათ სხვა ყოველივესთან ერთად. დიახ. რაც შეეხება ჩვენს თემას, ძალიან მტკივნეულია ეს თემა, ძალიან აქტუალურია. ჩვენ ხშირად საუბრობთ ამ თემაზე ფსიქოლოგებთან, იქიმებთან. ზედულა ეხა კი რხალს გავურთეს თუნმეს რომ დავუშვათ რა შუაში ეკლესია მოძღვარი, მაგრამ მშობელი ძანდებით, მოძღვარი ძანდებით, თავის დროზე მასწავლებელი ძანდებოდი და ზოგადად ეკლესიის პოზიცია როგორია იმ ძალიან გახშირებულ მტკივნეულ თემასთან, რაც გულისხმობს მოზარდებში, ეკრან დამოკიდებულებას, თამაშებს და აი ამასთან თუ საუბარი თქვა ფსიქოლოგი იყო და აი ბავშვების და ამასაკის თამაშებს თუ შევხედავთ, უმეტეს შემთხვევაში ეს არის მოკალი, დაიპყარი, გაანადგურე და ზოგადად ალბათ არ არსებობს ოჯახი და მშობელი, ვისაც ყავს ერთი ან რამდენიმე შვილი და ეს პრობლემა არ იდგეს. აი ეკლესიის ხედვა, ეკლესიის როლი როგორია თქვენს შემთხვევაში და ალბათ მრევლის დიდი ნაწილსაც გაუზიარებია ეს ტკივილი. ისეთ აი მართალბრძანეთ აბსოლუტურად ძალიან მძიმე პრობლემაა და რაც რო გადის თითქოს უფრო რთულდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩართული არიან ფსიქოლოგები, ძალიან ბევრს ეკეთებენ ამ მიმართულებით. საინტერესო ის არის, რომ რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ყველაფერი, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს ახალგაზრდობაში, ბავშვებში განსაკუთრებით წარმოშობს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ფიზიკურ დეფექტებს. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ნებისყოფის დეფიციტი, ამაზე საუბარი დღეს წაგვიყვანს აგრესიულობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა და ესე იგი ეკლესიის პოზიცია პირველ რიგში ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ დღეს მართლმადიდებელი ფსიქოლოგები და სასულიერო პირები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მე მხედველობაში მყავს ბერძენი, რუსი, სერბი და სხვა სასულიერო პირები, მათ შორის ევროპაშიც ევროპელი სწავლულები, ანუ ძირითადად უკვე ისინი გადადიან ნელ-ნელა იმ მიმართულებით, რომ ყველაფერთან ერთად გარდა ფსიქოლოგიური ეს არის სულიერი საკითხი და სულიერი პრობლემა. და ამიტომაც ჩდება უკვე ეკლესიის როლი უფრო იზრდება ამ საკითხის მოგვარებაში, რახანის სულიერი პრობლემაა. და ეკლესიის როლი არა მარტო ვთქვათ იმაში ვლინდება, რომ ვთქვათ მას დაარქვა სახელი, არამედ აი გამოიძიოს პირველ რიგში რა სულიერი პრობლემა აქვს ბავშვს, რატომ არის ასეთ მდგომარეობაში, აი რატო გაგვექცა ციფრული სამყაროსკენ და ამას მიხედოს როგორც აი სულიერი მხრივ დაინახოს ის პრობლემა და პირველ რიგში აი ეკლესიის როლი ჩვენ გვესახება ამ მიმართულებით, რომ ჯერ რაღაცნაირად აი დაინახოს რა პრობლემაა, მიზეზი, ეს სულიერი მიზეზი რა ყოველივე ამისი და მეორე უკვე გამოსავლის გზები ეციოს. და აი მიზეზს რასაც შეეხება და რაც ვთქვათ ჩვენ ამ გამოცდილი საეკლესიო მოზღვრებისაგან და თუნდაც მართლმადიდებელი ფსიქოლოგიისაგან ჩვენ აი ამ ბოლოს რაც იდება მოგად მათი შრომები და რასაც ვეცნობით, ძირითადად არის ის, რომ აი მაგალითად პრობლემა პირველ რიგში როგორც მოგახსენეთ არის სულიერი და უნდა მივმართოთ სულიერი კუთხით, ვთქვათ, შევეცადოთ რომ
განვიხილოთ ეს პრობლემა სიღრმისეულად და ანუ ის თქვა მიდეც რომ აი მაგალითად არის პრობლემა არის ოჯახში ეს პრობლემა ამას განიცდის მშობელი რა თქმა უნდა განიცდის შვილიც იმიტომ რომ მას უხდება აი ყველაფერს თავიდანებო სულ დაძაბულ ურთიერთობაში ყოფნა მშობელთან ამ პრობლემიდან გამომდინარე და აი მაგალითად გახდა ბავშვი დამოკიდებული ეკრანზე ხო და მე მხედველობაში მაქვს მშობელი რომელსაც ვთქვათ გარდა სამსახურისა და გარდა საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისა თავის შვილის პრობლემები აინტერესებს ხო რეალურად აინტერესებს ხო და ამ დროს ნაწილი მშობლებისა მაინც ცდილობს იმას რომ თითქოს აი სიმკაცრით ყვირილით რაღაცნაირად მიხედოს ამ პრობლემას და ამიტომ იმის თქმა მინდა რომ ეს განსაკუთრებით მინდა რომ ასეთ მშობლებს მიმართო რომ შეიძლება როცა თვითონ იყო პატარები ეს მშობლები თავიანთ სახში ასე წყვეტენ პრობლემას მაგრამ სამდროში ასე პრობლემა არ წყდება და რაღაც ძალიან ბევრი ცდება ამ მიმართულებით უარის შედეგს ღებულობთ და აი ასეთ მშობლებს მინდა მიმართო რომ აი ამ ძალადობრივი მეთოდებით და ტელეფონის წართმევა მაგალითად და ეგრეთ წოდებული ტერორით ამ პრობლემას არ გადაწყვეტს არამედ პირიქით შეიძლება უფრო სულიერი და უფრო ფსიქოლოგიური მეტი დრამა მივაყენოთ ამ დროს ჩვენ შვილს ესე მარტივად ადვილად არ წყდება ეს პრობლემა და აი ჩვენ ეკლესიის როლი თქვენ რომ ძანეთ აი არის უფრო სიღრმეებში რომ ჩავიდეთ რომ საიდან მოდის დღეს გასაგებია რომ მოგვცემს დღევანდელი ეთერი ბოლომდე ამ ყველაფრის სიღრმისეულად კომპლექსურად რომ განვიხილოთ ეს რომ რასაც მოვასწრებთ ესე იგი სიღრმისეულად ეს თქმა მინდა რომ აი მაგალითად თანამედროვე მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები მართლმადიდებელი ფსიქოლოგები ბავშვებისა თანხმდებიან იმაზე რომ აი ამის მიზეზი შეიძლება ხშირ შემთხვევაში იყოს ბავშვის ემოციური შიმშილი და მისი ფსიქოლოგიური და სულიერი ვაკუუმი. ანუ რას გულისხმობს ახლა ეს ყველაფერი? რომ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ის რომ ბავშვი მართლმადიდებელი გაგებით და სულიერი კუთხით ასეა, როცა იბადება ღმერთთან და მშობელთან მიჯაჭვულობის ღრმა მოთხოვნილება აქვს. როგორც ღმერთთან, ასევე მშობელთან. და არქიმანდრიტ ზაქარია სახარო არის ასეთი დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ესექსის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი სასულიერო მართლმადიდებელი და თეოლოგი რომელიც მრავალი საღვთისმეტყველო ნაშრომის ავტორია და ის ბრძანებს რომ ადამიანის გულიო სიყვარულის ადგილიაო და თუ ის არ ივსება ღვთიური და ადამიანური სითბოთი აი ადამიანი იწყებს ბავშვი ამ შემთხვევაში აი თითქოს აი სუროგატების ძიებას მათ შორის ეკრანის იმიტომ რომ დააცხროს შინაგანი შიმშილი. ჩაანაცვლოს რომ რა თქმა უნდა. აი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი მკვლევარი მინდა ვახსენო, კანადელი ფსიქოლოგი არის გორდონ იუფელდი, რომელიც ამ მიჯაჭვულობის თეორიის ფუძემდებელია ფაქტობრივად, რაზეც ჩვენ ახლავს საუბრობდით და აი მისი ძირითადი გზავნილი არის ის, რომ აი ბავშვები არ ხდებიან დამოკიდებული, იმიტომ რომ მათ ტექნოლოგია უყვართ. ეს არ არის ძირითადი მიზეზი, არამედ ისინი ხდებიან დამოკიდებული, რადგან მათ არ ყოფნით მიჯაჭვულობა, ანუ კავშირი მშობლებთან. პირველ რიგში მშობლებთან და ბავშვი განიცდის უყურადღებობას, მისი სული ცარიელდება და ამ დროს ეკრანი მას თავაზობს, როგორც უკვე დღეს პოპულარული თემაა, ეს სწრაფ დოპამინს, სიამოვნებას და ეს არის ბავშვისთვის ტკივილი გამაყუჩებელი. ტკივილი გამაყუჩებელივით და გადატანა ხდება ამ დროს. რა თქმა უნდა და იმიტომ რომ სიყვარული სიცარიელეს უსებს. ეხლა არის ასეთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი, მისიც მინდა ვახსენო დიმიტრი ავდეევი, თავის ნაშრომში ნერვიულობა და სულიერი ცხოვრება, ასეთ ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს და იქ ამბობს, რომ აი ბავშვის ფსიქიკა, რომელსაც არ აქვს სულიერი საზრდო და გულისხმობს ხაზგასმით მშობლის სიყვარულს, ავტომატურად ხდება დაუცველი ნებისმიერი სახის დამოკიდებულების მიმართ და ანუ ამ მიმართულებით ჩვენ ვიფიქროთ, აი ძალიან შევსაუბროთ ეს საუბარი, რომ უმეტესობა, თქვათ, იმ ადამიანებისა, რომლებიც თქვათ ამ არიან თქვათ ამ ფოკუსირებული ამ პრობლემაზე ამას ამბობენ რომ ეს არის სულიერი სიცარიელის ბრალი რომელიც არ არის ამოვსებული სიყვარულით და არ არის ამოვსებული რა თქმა უნდა ლოცვით. ეხლა მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია და კიდე აი დამოკიდებულება რახან ამ კუთხე ამ პრობლემას უყურებს სულიერი კუთხით კიდე იმით არის მნიშვნელოვანი და საინტერესო რომ ამ დროს ჩვენ არა მარტო მას ბავშვებს არამედ მშობლებს უნდა დავეხმაროთ პირველ რიგში. რომ ისინი როგორ დაბრუნდნენ თავიანთი შვილების გულებთან. იმიტომ რომ არასოდეს არ არის გვიან და ყოველთვის შეიძლება გამოუვარი მდგომარეობა არ არსებობს, ხო, ჩვენ ხომ ვიცით და აი სწორედ ეგ არის რომ აი
მაინდა მაინც ფოკუსის მიმართვა ბავშვებზე არ არის მოგებიანი. ამ დროს უნდა ჩვენ მშობლებთან უნდა გქონდეს საუბარი, მშობლებს უნდა გავაგებინოთ, რომ ესენი არიან გადამწყვეტი ამ პრობლემის მოგვარებაში. მამდავით, როგორი არის თვითონ თქვათ ის მიზეზები, რაზეც საუბრობენ მშობლები და რაზეც შეიძლება იგივე თქვენთან ბავშვებიც ლაპარაკობენ, ამბობენ, ამახვილებენ ყურადღებას და შემდგომ რა თქმა უნდა როგორია თქვენი რჩევა. ბავშვებისგან მოდის ეს თვითონ ეს ემოციურ შემშიც რო განიცდიან და რომ აი მაგალითად აი ხანდახან ის ხდება მაგალითად რომ ბავშვი საჭიროებულობს და ტირის ბავშვი ამ დროს ფსიქოლოგიურად ცნობილი მოვლენაა რომ ის მაგალითად საზღვრების დადგენას ცდილობს რა შეიძლება რა არ შეიძლება ხო ახლა გამოსულია სამყაროში და ამ დროს იმის აი მშობლებას ვერ ხდება და უნდა რომ აღკვეთოს ეს ტირილი ხო აი მშობლების შვილებისგან ზედად ბავშვებისგან რა თქმა უნდა ჩანს ეს აშკარად რომ აი ისეთ როგორი რაღაცა არის რომ ესე იგი რახანეს ბავშვი განიცდის პირველ რიგში ამ სიცარიელეს და მშობელთან მიჯაჭვულობა არა აქვს და ეს სიყვარულის დეფიციტს განიცდის ხო ამიტომაც ეს ყველაფერი მე ბავშვის ფსიქიკაში იწვევს იმის დეგრადირებას კიდე რომ აი ბავშვი ფიქრობს რომ ეს ყველაფერი ამ ციფრულ სამყაროში ძალიან მალე ხდება მე უპასუხისმგებლო ხდება სიყვარულის ნაკლებობას თვითონაც განიცდის სხვების მიმართ მომხმარებელი ხდება არა მოყვარული იმიტომ რომ სიყვარული ჩვენ ვიცით პასუხისმგებლობაა პასუხისმგებლობა მოთმინებასაც მოიცავს და იქ ყველაფერი უცებია ყოველგვარი მოთმინების გარეშე ხო და რა თქმა უნდა მშობლების პირველ რიგში ბავშვების ეს ასახული მდგომარეობა რა თქმა უნდა ჩვენ ბავშვებიდან ვიცით ეს რომ ეს თვითონ საუბრობენ ამის შესახებ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლებს მათ ცხოვრებაში როგორ დიდი ავტორიტეტები არიან ისინი და მე თანდათან იმ ცხოვრება ეს ავტორიტეტების ეს თვითონ საკი პრობლემაა მაგრამ აი იმის თქმა მინდა რომ აი როდესაც ჩვენ მშობლებს ვეუბნებით რომ აი მაგალითად თუ თვითონ იყო ბავშვობაში პრობლემის ქვეშ და თუ თვითონ იყო ემოციურად მშიერი ანუ მას არ მიუღია ის სიტყვა თავის მშობლებისაგან ამას ეწოდება ემოციურად გადახილ ჭურჭელს უწოდებენ თქვათ ამ მოვლენას აი მშობელს რომელსაც თვითონ აქვს ტრაუმა ძირითადად აი ასეთ მშობლებთან და ასეთ ოჯახებშია განსაკუთრებით დამძიმებული ესეთი პრობლემა თორე დანარჩენები რომლებიც ჯანსაღად უდგებიან ამ სიტუაციას რა თქმა უნდა ხდება ამ დროს მშობელი რომ მეტი დრო უნდა დაუთმოს მას და უამრავი საშუალება არსებობს დღეს ერთნაირად ერთი თამაში ფიქრი გასვლა სადმე საინტერესო რაღაც აქტივობების დაგროვა მაგრამ აი სწორედ ის მშობლები რომლებიც ასე თქვათ აი ეს თქვა მიდეცით რომ აი მაგალითად რომელი მშობელს უჭირს განსაკუთრებით გამკლავება ბავშვის აი ემოციურ აი ასეთ მდგომარეობასთან ეცით აი რომლებიც თვითონ არიან მსხვერპლი ხშირ შემთხვევაში თავიანთი ბავშვობიდან გამომდინარე ამ ყოველივეს აი ისე თქვა მიდეცით რომ აი მაგალითად ვისაც თვითონ არ მიუღია ეს უპირობო სიყვარული თავის მშობლებისგან ძირითადად აი ეს მშობლები ვარდებიან ასეთ მდგომარეობაში იმიტომ რომ აი მაგალითად ეს არის ეგრეთ წოდებული დაბლოკილი ტკივილი რომელიც ყველა ასეთ მშობელში არის და არსებობს აი როცა მაგალითად მშობელს ბავშვობაში აქვს განცდილი ტრაუმა რაღაც მშობლებისგან გამომდინარე თუნდაც ეს სიყვარულობა და სიყვარულის დეფიციტი ეს ტკივილი არ ქრება ეს ტკივილი რჩება ჩაკეტილ ფენომენად როგორც ასეთი და წარმოიდგინეთ ახლა ბავშვი რომელსაც მშობლებმა არ მისცეს უფლება ეტირა არ მისცეს უფლება გაბრაზებულიყო და ან გამოიხატა თავისი საჭიროებები თუნდაც რაღაცა იმპულსურად და ამ დროს მან ეს ემოციები დაბლოკა ბავშვობაში რათა გადარჩენილიყო მან ისწავლა რომ თუ ვიტირებ უარმყოფენ თუ გავბრაზდები ცუდი გოგო ვიქნები ცუდი ბიჭი ვიქნები ხო და ეს ტკივილი და აგზარული ემოციები დაიბლოკა მის ფსიქიკაში მაინც დარჩა როგორც ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმი და ამ დროს ეს სარკისებური ეფექტი რო ვახსენეთ ჩვენ ამ დროს ასეთი მშობელი ფიქრობს რომ შვილის ემოცია ესე იგი ახსენებს მას ასე თქვათ თავის ბავშვობაში იმ პატარა ბავშვს რომელსაც არ ქონდა უფლება რო ეტირა და ხედავს ამ შვილის ემოციას და ამ დროს ასე თქვათ არა ჯანსაღი ადამიანის ობიექტურ რეაქციას იწვევს მშობელში ეს ბავშვის ტირილი თუნდაც და რაღაც ისეთი ქცევა არამედ მრისხანებას სასოწარკვეთილებას ყვირილს იმიტომ რომ აი ეს არის მაგალითად ახსენდება თავისი მშობლის სიმკაცრე და ბავშვის სიძიუტე მასში იწვევს შიშს რომ აი კონტროლს გარეთ გადის თავისი ბავშვი ანუ აი მაგალითად იწყებს ყვირილს რომ აი
თითქოს საკუთი ძალა დაამტკიცოს, რომ აი ბავშვობაში მას რაც არ შეეძლო მისთვის არ იყო, აი ამისთვის რატომ შეიძლება. ანუ ამით იმის ეს ქვეცნობიერში ხდება ეს იმას კი არა, ბოროტია ეს მშობელი ან რამე და ბავშვი არ ეწოდება, მაგრამ შენ შემთხვევაში მაინც საკუთარი თავი უფრო მეტად აწუხებს. ეს პრობლემას არის. და ამიტომ რატო ვახსენებთ ახლა ეს რატომ თვითონ მშობელის პრობლემა რომ აი ეკლესია ცდილობს რომ აი თვითონ ის ტრამვა და ტრამირებული მდგომარეობა რაც არის ამ მშობელთან მიმართებაში აი თვითონ რაღაცნაირად აი იმას დაედოს მალამოთ და მას შესთავაზოს გამოსავალი. სანამ თვითონ აი ჩვენ ვიძახით რომ ბავშვებს აკლია მშობლის სიყვარული და დეფიციტი. თუ მშობელს არ შეგვიძლია გაცემა, იმიტომ რომ მან ეს ოდესღაც თავის თავში ჩაკეტა და მასავს როგორ მისცემს ხო? ამიტომაც აი თუ ჩვენ აი გამოვიძიეთ რაღაცნაირად საძირკვნამდე მივედით სიარმემდე და აი მშობლებს მოვეფერეთ იმ კუთხით და იმ გაგებით კი არა რომ შენ დამნაშავე ხარ. შენ თუნდაც იქცევი და შენი შვილი არ გიყვარს. რა თქმა უნდა უყვარს და ეცოდება, მაგრამ პრობლემა აქვს და აი თუ ამან აი კომპლექსურად ეკლესია მას, ფსიქოლოგები მას, სკოლა მასწავლებლებმა აი თუ რაღაცა გამოვნახეთ თქვა ამის საშუალება რომ ვესაუბროთ ელემენტარ საუბრით დავიწყოთ. ყველაზე დიდი პრობლემა მომდავით რაც არის დროის უქონლობა არის თანამედროვულად, იმიტომ რომ მოგიხსენებათ დღევანდელ დღეს მშობელი შეიძლება დილით რომ გადის ძალიან გვიან შემოდიოდეს სახლში ზოგს რამდენიმე სამსახურშიც კი უწევს ყოფნა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ალბათ მაინც არის საჭირო თავისთავად რომ მიუხედავად იმისა რაც არ უნდა გადაღლილები ვიყოთ დაუთმოთ რამენაირად დრო ეს რთულია კი თავისთავად რომ მთელი დღე გადაღლილი ხარ და სახლში კიდევ მოდიხარ ცალკე რაღაც სხვა საქმეები შეიძლება დაგხვდეს და ამავდროულად უნდა გამონახო შესთავში ძალები რომ მოусმინო შულს რომ დღის განმავლობაში რა გადახდა თავს რა სიხარული რა პრობლემა და ასე შემდგომ და ერთად განიხილონ კიდევ ეს ყველაფერი რაც ასე ძალიან აუცილებელია ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ აი დღეს კიდევ მომდევნო სხვა პრობლემაა, მაგალითად აღრემი მშობელი მოდის სახლში და ხანდახან გასაჩერებ და სამშობლო თვითონ აწვდიან ბავშვებს ამ ტელეფონებს, რომ ოღონდ შვიდად იყავი და კარგად იყავ. ან ერთი მაგალითად თუნდაც ის არის, რომ აი დროის დეფიციტი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმაზე თუ მოხდება დროის განაწილება, იქიდან გამომდინარე მშობელი მაინც მოახერხებს ამას, გამონახოს და აი თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ შეიძლება რაღაცა ეს ერთი საერთო აქტივობები, აი რაც უყვარს შვილს, სადაც უნდა ყოფნა, ერთად გასეირნება, ერთად თამაში. ანუ ხანდახან დღეს ხდება როგორი მდგომარეობა, იცით, მშობელი მიდის თქვა ფსიქოლოგთან, ფსიქოლოგია უნება რომ იცი რა, ბოლომდე წარდება ამ ტელეფონს, მაგრამ დრო შეუმცირე. და ეს დროის შემცირება მე იწვევს მაინც გაღიზიანებას ამ ბავშვებისას, იმიტომ რომ ის ფიქრობს რომ აი დრო იმიტომ მინდა აი ტელეფონს იმას ვიზამ რა ქვია გავუშვებ ხელიდან აი მე რას მივიღებ მე მივიღებ რა 24 საათი შეცუდი ხარ შენ არ სწავლობ შენ ასეთი ხარ ხო აი ამას გაურბის და თუ შენ მეტყვი რომ აი დადე ეს ტელეფონი და სამაგიეროდ რა შესთავაზებ და აი ყველაზე მთავარი ეკლესიის როლი სწორედ ამაშია რომ აი როდესაც არც თუ ისე მშვიდი მდგომარეობა გვაქვს დღეს მშობლებიდან გამომდინარე სახლში და შვილები ყურებენ ამ ყველაფერს რაც სახლში ხდება. აი შვილმა ის მაინც უნდა დააფიქსიროს რომ მშობლებს ყავს აქვს რაღაცა სახლში ერთი ადგილი, სადაც ახარჯულობენ, სადაც პატიებას ითხოვენ, სადაც იჩოქებენ და ლოცულობენ. ეს აუცილებლად მათ ყურადღებას მიიპყრობს. ეს დამოკიდებულება ღმერთთან და გამოვალ მდგომარეობა არ არსებობს. შვილი რომელიც ჩვენ მოგვეცა საჩუქრად იმისათვის რომ აღზარდოთ, აი ჩვენ შეიძლება რომ აი მშობლებმა რა თქმა უნდა ერთობლივი შრომით აი რაღაცნაირად აი ღმერთს ვთხოვოთ გამოსავალი. ჩვენ დავაშავეთ, ჩვენ არ არის ეს გამოვალი მდგომარეობა. ღმერთი გამოასწორებს იმას, რაც დააშავა ადამიანმა. თავარია აი რაღაცნაირად გამოვიყენოთ ჩვენ ამისთვის ეკლესია. და პირადი მაგალითი ალბათ, მამა დავით, ხშირად ხო ხდება ხოლმე ესე, რომ სამწუხაროდ არანაკლებად უფრო ხშირად მოზარდების და უფროსების არიან დამოკიდებული და ვართ ამ ტელეფონთან და არის ხოლმე რომ დაუშვათ შვილს უგზალა, რომ აი არ შეხვიდე, ნუ ხარ ტელეფონში, ნუ შენ გიჭირავს ტელეფონი. ბავშვი ხედავს რა, თუ მე ვიგზალავ და თუ ცუდია შენ რატო ხარ დღე-დღე. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით ეს ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი პრობლემაა, რომ ზუსტად მაგას ამბობენ, რომ მშობელი როდესაც უკვე შვილს ეთყვის რომ მოდი ასე იგი ნებისმიერ ამბზე. აი თავის თავსაც უნდა უთხრას ეს რომ თქვა აი თქვა სასადილო ოთახში არ შეიძლება. მაგალითი რო იყოს პრობლემაზე. ხო და ესე იგი კიდევ ყველაზე უმთავრესი ის არის რომ აი როდესაც ჩვენ მაგალითად დღეს მშობლებს ვეუბნებით რომ
მოდი ამისთვის გამოიყენე ეკლესიის გამოცდილება, ეკლესიასთან ურთიერთობა, ლოცვა, აღსარება, ეკლესიასთან, ამას თითქოს ჩვენ გვაქვს მართლმადიდებლებს და ქრისტიანებს უამრავი იარაღი, არა მარტო ამ, არამედ სხვა პრობლემების მოსაგვარებლად. და თითქოს რაღაცნაირად ამ საუკუნეობით გამოცდილ სულიერ იარაღს არ ვიყენებთ, ხო? არ ვიყენებთ თუნდაც ერთობრივ ლოცვას, არ ვიყენებთ ერთმანეთთან საუბარს. ახლა დღეს რომ ცნობილი მომენტი არის ფსიქოლოგიაში, რომ რაღაც პრობლემა რო გააჩნიათ ადამიანებს ერთად რო იკრიბებიან და უყვებიან ერთმანეთს, ამის გამოცდილება ჩვენ რო გვაქვს და ეკლესიას სხვას ვისაუბრს, ხო? და ამიტომ ჩვენ რომ ვეუბნებით დღეს მშობლებს, რომ მოდის მოვალეთ პრობლემით. პირველადაც არის ძალიან აჟიტირებული, თუდად არის გაბრაზებულია, ნაწყენია, შეშინებულია და ვეუბნებით, რომ მოდი დავიწყოთ. ოღონდ ბოლომდე გამოვყევით, ხო? ბოლომდე ეს ერთი მოსვლა მარტო არ ეყოფა. შენ თვითონ მოემზადე აღსარებისთვის. შენ თვითონ გაიხსენი ღმერთს და ის ყველაფერი ამოიღე გულიდანაც გაწუხებს, ხო? აქ ხო ღვთის მადლი მოქმედებს. ჩვენ ხო იმას არ ვამბობთ, რომ არ მიხვიდე ექიმთან და ფსიქოლოგთან. მაგრამ ახლა ჩვენთან მოდის ის საშუალებები, რაც ეკლესიას აქვს. ბოლომდე ხომ და გამოიყვენონ. მაქსიმუმ ერთხელ მოვიდეს, ორჯერ მოვიდეს, მერე დაგვირდება იმას, რომ კი მოვალ შენ ბოლომდე აღსარება და დამთავრდა. შეგეუბნები, რომ მოდი რა შენს და შენი მეუღლეც იქნებ მოხვიდე. უბრალოდ სასაუბროდ. რომ იქნებ მერე თანათან შეიძლება მივიდეს ადამიანი რაღაც სულიერად განვითარდეს ის თავისი შვილის სიყვარულიდან გამომდინარე. თუნდაც იქამდე რომ აღსარებამდე და ზიარებამდე და უფალთან პიროვნულ ურთიერთობამდე მივიდეს, ხო? აქამდე როგორც წესი არ მოყვებიან, ძალიან იშვიათად. უბრალოდ პირველად რაღაც აინთებას განგაში ზარებს ჩამოკრავენ, ვაიმე რა მეშველება და მე უკვე რომ ურეკავ ეუბნება როგორ ახარება, იცით რა მე ვიყვარებ ფსიქოლოგთან და ხა ცოტა უკეთვართ. მე გავაგიდე ერთი წელი, მე ისე დამზიმდება მდგომარეობა და თითქოს ბოლომდე თქვა ეკლესიას აქვს იმის გვამინდა ამის საშუალება, ამის გამოცდილებაც აქვს. რომ ლოცვა, რასაც ჩვენ დიდი ხანია რაღაცა ყურადღებას არ ვაქცევთ, ლოცვით შეწევნას და იმ მსახურებას, აღსარებას, ეკლესია ხო პირველ რიგში მაყურებელია თავისი ბუნებით და თავის თვისებით, ხო? მართლმადიდებლური მიდგომა საკითხის არ მიყარ არის ისეთი რომ შე რომ ეკლესიაში მიდიხარ დამნაშავე ხარ და მე მოსამართე როგორც ასეთი ელოდება ქრისტე. ეგ ჩვენი მართლმადიდებლური მიდგომა ხო არის, რომ ქრისტე მკურნალია და შენ სნეული ხარ, ხო? ეს ბოლომდე სნეულება და ახლობლად ისე გამოდის ექიმთან რომ მივიდეს ადამიანი და ბოლომდე არ ჩაიტენოს კუნელება და მე არ მიშველაო თქვას, ხო? ეს ამ რაღაცების გამოყენება რატომ რაღაც დღეს არ ხდება. ერთობლივი ლოცვის, ურთიერთობის, ურთიერთ გამოცდილების გაზიარების. ჩვენ ეკლესიაში ძალიან დიდი ძალაა, ძალიან დიდი მადლია და მადლობა ღმერთს დღეს რომ არსებობს თქვა ეკლესიასა სამრევლო სკოლები. მე მაქვს უკვე ამის გამოცდილება როგორც მშობლის, როგორც თქვა პედაგოგის და იქ მშობლების ესწრებიან თქვა ჩვენს საუბრებს, ხო? ბავშვებთან ერთად რომ როგორ ვახლოვდებიან, როცა ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ, შვილები და მშობლები ერთმანეთს. ჩვენ თქვა ტესტებს რა ვაკეთებთ აქ, როგორ დამოკიდებულება მშობელთან, შვილთან, სიყვარულთან. მაგალითად, ამას წინათ იყო რაღაცა ტესტი მქონდა, რომ ამ 13 დღის განმავლობაში ერთხელ მაინც მოიკითხე შენი მშობელი. ხო, უნდა ეთქვა ანკი, ან არა. ხო, ეს ყველაფერი აფიქრებს მაინც ადამიანს და რატომ არ შეიძლება თქვა იმ ყველაფერთან ერთად რა გამოცდილებაც აქვს ამ ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპიული მიმართულებით თქვა სამყაროს, თქვა გამოვიყენოთ ჩვენ ის რაც არის ჩვენს ეკლესიაში დაუნჯებული. ეს ურთიერთობა, ეს ლოცვა. ოღონდ ბოლომდე რომ მივიდეს ეს ყველაფერი და რაღაცნაირად შუა გზაზე არ გაჩერდეს. და ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ის პირადი მაგალითი რაც ახსენე კახა ის რომ თუ კი რამეს დავაშავებთ შვილის წინაშე ის რომ აუცილებელი არის მივახვედროთ იმას რომ წუხვართ ბოდიში მოუხადოთ ან როდესაც რაღაცა სიკეთეს გაიღებს ან ჩვენს მიმართ ან სხვის მიმართ მადლობა გადაუხადოთ ამ ქცევისთვის წავხალისოთ დადებითი კუთხით და ასე შემდგომ. ხო, პირად მაგალითს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან, იმიტომ რომ ისინი ყოველთვის პატიობენ და ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ გვაპატიონ. ყველაფერი რაც დავაშავეთ მათ წინაშე, მაგრამ თუ ღმერთის ხელი ჩაერევა ამ ყოველში და საერთო მადლია, მას აუცილებლად იგზნოს ბავშვის გული და მშობელის და გამავალი სიტუაცია რა თქმა უნდა არ არსებობს. მთავარია რომ რაღაცნაირად კიდევ ერთი შტრიხი, კიდევ ერთი საშუალება შევიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში, რასაც ეკლესიური შეწევნა ქვია. ბოდამი და ის რო პიროვნებაა ისიც პიროვნებაა ჩასახვის დროიდან და ბოლომდე თავიდან ბოლომდე თვალისწინება თავის პიროვნებას. დიდი მადლობა მამა დავით საუბრისთვის. მსმენელს შევახსენოთ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე გვესაუბრებოდა. 9 საათი შესრულდა ერთად აღვევინოთ უფლისარდებელი ლოცვა და დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად და სიუჟეტებით დაგვეულდეთ.
ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა დაძისა და წმინდისა სულისა აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ. რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე. მას მინო მე გალობაი და სიხარული. და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საყვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და
გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემის შესახებ უნდა შემოთავაზოთ ჩვენს მაყურებელს სიუჟეტი. იაკობ გოგებაშვილის დედაენა ძველ ქართულ ენაზე გამოიცა წიგნის იდეისა და მისი გამოცემის შესახებ უფრო მეც, როგორც მოგახსენეთ, სიუჟეტიდან შეიტყობთ. ქართული კულტურის ერთ-ერთი დიდი საუნჯე და წიგნი, რომელიც თაობებს მშობლიურ ენას ასწავლის. ეს დედაენაა, რომელიც არა მხოლოდ მხედრულად, არამედ ნუსხა-ხუცური დამწერლობითაც გამოიცემა. დედაენა ნუსხა-ხუცურად, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მიხედვით გამოიცა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. იდეის ავტორი და რედაქტორია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მონაზონი გაბრიელ მეგრელიძე. დედაენა ძალიან სათუთი რამეა, მას მოფრთხილება ჭირდება, როგორც ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ბრძანებს, უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენს დამწერლობას, სამივე ამბანს. არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელსაც სამი დამწერლობა გააჩნია. და მინდა გითხრათ, რომ იუნესკოს არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაში არის შესული ჩვენი დამწერლობა. ქართლის ცხოვრებაში წერია, რომ ფარნავაზ მეფემ განავრცო. ესე იგი, რადგან განავრცო, მანამ არსებობდა და უფრო ძველი იყო. და ჩვენმა სამივე დამწერლობამ ძალიან დიდი და რთული გზა გაიარა. მოგეხსენებათ, პირველი იყო ასომთავრული, შემდგომ ნუსხა-ხუცური, ბოლოს მხედრული. და ნიშანდობლივია ის, რომ 150 წელი გავიდა ზუსტად იმ დღიდან, როდესაც პირველად გამოიცა იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ეს ჩვენი კულტურული ძეგლი, უიშვიათესი კულტურის მარგალიტი. პირველი ხელნაკეთი გაკეთდა 2008 წელს აჭარაში. ვინაიდან კურთხევა გახდათ ის, რომ სტიქრით ვერ შეიმოსებოდი თუ არ გეცოდინებოდა ძველი ქართული. ამიტომ მე მივაგენი ფორმას ძალიან მარტივს, დედაენა გავაკეთეთ ხუცურად და ადვილად ისწავლებოდა შემდგომში.
და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამ ყველაფერმა. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ამ წიგნს, ამ დედაენას, ამ ფორმატით წარუდგენ როგორც ბავშვს, ისე მოწიფული ასაკის. ანუ ყველა თაობას შეეხო ეს წიგნი და რომ ყოფილიყო, ესე რომ ვთქვათ, შემეცნებითი, ჩვენ ჩავრთეთ შიგნით ისტორია. ასე რომ მრავალფეროვანია, შემეცნებითია, ძალიან კარგია და ეს უნდა იყოს ყველა ოჯახში, ყველა ქართველის გულში. მოვიკითხავ ჩვენ ძვირფას ემიგრანტებს და გამიხარდება თუ მათაც ექნებათ სამაგიდო წიგნად ეს. გამოცემის დასაწყისში წარმოდგენილია ქართველი სასულიერო მწერლისა და ჰიმნოგრაფის იოანე ზოსიმეს „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“. მეორე ნაწილში კი მოცემულია ანბანის ასოები, შესაბამისი ფერადი ილუსტრაციებითა და ინფორმაცია წმინდანების, სახელმწიფო მეთაურებისა და სხვადასხვა ავტორის შესახებ. შენ ხარ ვენახის ხატი დემეტრე პირველის დაწერილი საგალობილით ჩავსვით და მე ჩვენი წინამძღვრის მამა ილიას შექმნილი ხატი ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს, რომელიც სამებაშია დაბრძანებული. მოციქულების შემობრძანება საქართველოში მოგახსენებათ, რომ დედა ღვთისმშობლის მიძინება მოახლოებული იყო და ანდრია მოციქულს გამოატანა თავისი ხელთუქმნელი ხატი და შემოვიდა საქართველოში საკადაგებლად სიმონ-კანონელთან და მათათა მოციქულთან ერთად. მაგალითად ძალიან საინტერესოა ჩვენი მოღვაწეები, მეცნიერები და ექვთიმე თაყაიშვილი. მისი 8 წელი ქართული ეკლესიის წინაშე და ქართული სახელმწიფოს წინაშე არის ფასდაუდებელი. გამოცემა იდეის ავტორმა მიუძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობას. ეს მიუძღვენით მის უწმინდესობის მოღვაწეობას და 1700 წლის იუბილეს ჩვენი ეკლესიის. მამა ანდრიას დახმარებით მინდა მას მადლობა გადაუხადო ჩვენს მონასტერს, წინამძღვარს, მის უწმინდესობას, მამა ილიას, მამა იოანეს, ყველა იმ ადამიანს, ვინც თითეული სიტყვა, კეთილი სიტყვა შეგვაწია და მადლობა მინდა გადაუხადო იმათ, ვინც კეთილად გაგვაკრიტიკა. მინდა უსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, გამთლიანება, გამტკიცება, მის უწმინდესობას დღეგრძელობა, დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. როგორც ცნობილია, ნუსხა ხუცურად გამოცემული დედაენის თითოეული გაყიდული წიგნიდან ერთი ლარი ბერი ანდრიას ფონდში ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა დასახმარებლად ირიცხება. ეგეც აქვეყანაშებზე და პური ჩვენი ასობისა მოგვი ჩვენ დღეს და მოგვიტევეთ ჩვენ თანანადები ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევთ ჩვენ თანადებთან ჩვენთან და ნუ შეგუყარებთ ჩვენ გასაცდელსა ამინ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ახლა
თბილისელ მაყურებელს მათთვისაც თეატრი უყვართ, აინტერესებს, ძალიან საინტერესო დღეები ელოდებათ. კერძოდ, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი თბილისში შემოქმედებითი კვირეულისთვის ემზადება. დასის წევრები და ხელმძღვანელები უკვე თბილისში არიან და აკაკი ხორავას სახელობის თეატრში მსახიობთა სახლში ესია ცნობილი რამდენიმე სპექტაკლს წარმოადგენს თეატრის რეპერტუარიდან და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ლატო ჯუღელი და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნანუკი მაკრახიძე. დილამშვიდობისთვის მადლობა მოგზაურობისთვის, სტუმრობისთვის თბილისში და აი ვატოსგან დავიწყებთ. ვატო, გითხარით ესე იგი რა სპექტაკლები იქნება წარმოდგენილი და როდიდან იწყება ეს კვირეული და რას თავადოთ მაყურებელს ვინც მოვა თქვენ სანახავთ. პირველ რიგში უღრმეს მადლობას გიხდით ამ თემით დაინტერესებისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ჩვენს კვირეულზე იქნება წარმოდგენილი 5 სპექტაკლი. აქედან ეს არის პირველი 10 მარტს გაიმართება შვიცარცზე. კი ბატონო. ყველა სპექტაკლი იქნება საღამოს შვიცარცზე. ეს იქნება ჩარლზ დიკენსის საშობაო სიმღერა, რეჟისორი მამუკა ცერცოძე გახლავთ. 11 მარტს იქნება წარმოდგენილი აჯანყებულთა ვაგონი, ეს არის ლევილის პროექტის ფარგლებში განხორციელებული სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი, რომლის ავტორიც გახლავთ ვალერი ოთხოზორია და სახელდახელოდ დაიწერა ეს პიესა ორი თეატრისთვის, ეს კოპროდუქცია სენაკის თეატრთან ერთად განხორციელებული. რეჟისორები მე და ვახო ნიკოლავა გახლავართ. 12 მარტს იქნება წარმოდგენილი აი რეპერტუარში ვხედავთ ჩვენ პრინციპში. 12 მარტს იქნება სულიკო გიორგი სიხარული სულიკო. სულიკო წარმოდგენილი 12-ში ეს არის კოპროდუქცია დღეს ეკრანზე შეგვიძლია წარგვიგინოთ რეპერტუარი. კი ბატონო, ეს პიესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სპეციალურად ზესტაფონის თეატრისთვის დაიწერა და დაწერა ნინია სათხუბელაშვილმა. და 13 მარტს იქნება უკვე წარმოდგენილი 13 მარტს იქნება უკვე იავნანო რა ქნა. ქართული კლასიკა იავნანო რა ქნა. და დავხურავთ უკვე კვირეულს. ხა ეკრანი ავა და გვაუწყებს რომ ყარყარი თუთაბერი აქ საგულისხმო ვალერი ოთხოზორია წერია და ყველას უკვირს ხოლმე რომ ყველა ვიცით რომ არის პოლიკარპეს ნაწარმოები ნამდვილად შთაგონებულია პოლიკარპეს მიხედვით არის? კი ბატონო, ეს არის ლიბრეტო გაკეთებული. რომელზეც გიგი დედალამაზიშვილმა დაწერა მუსიკა და ერთგვარი მუსიკალი გვაქვს წარმოდგენილი. რეჟისორი მე გახლავართ. აჰა, ესე იგი შევაჯამებთ ამით დავხუროთ. ნუ ძალიან საინტერესო დღეები, ეს არის ნაწილი ალბათ თქვენი რეპერტუარის. კი, რა თქმა უნდა, 20-მდე სპექტაკლი მოგვიგროვდა ამ ეტაპისთვის რეპერტუარში, თუმცა ეს არის ის სპექტაკლები წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ დედაქალაქის მაყურებლისთვის არ წარმომიდგენია. ესე იგი ასეთი ძალიან კარგია და მსახიობებს აქვთ ხოლმე ესეთი ზოგი ხმამაღლა გამოხატა ზოგი გულში რომ ნუ კარგია ეხლა ჩვენი მაყურებელი, მაგრამ უნდა რომ სხვებმაც ნახონ და ამიტომ მე მინდა თქვენ ერთ-ერთი ბრძანდებით წარმოდგენილი ამ დასისა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ თან დედაქალაქშიც იქნება საშუალება მაყურებელს ნახონ, გაიგონ თქვენზე, გაიგონ რეპერტუარზე, გაიცნონ მსახიობები და რა მოლოდინები. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ბევრი ზესტაფონელი მაყურებელი ნაწილი ცხოვრობს თბილისში თვითონ და მათთვის რაღაცნაირ ერთგვარი დაკავშირებაა თავის მშობლიურ ქალაქთან და ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ფართო აუდიტორიამაც გაგიცნოს და ნახონ რა ხდება რეალურად რეგიონებში, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ თეატრი ნათელი სახეა იმის თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად. სარკე. რამდენი ხანია რაც შევერთდით თეატრის დას? 2023 წლიდან. მეოთხე წელია. მეოთხე წელი. რაც მოდი აქვე დავსვამ შეკითხოს, აი და თქვენ ახსენეთ რომ დიდი ნაწილი თბილისიდან არის და ან ნაწილი ჩამოსულია თბილისში, ზოგადად ეს პრობლემა არის ჩვენ ქვეყანაში, რომ თითქმის უმეტესობა დედაქალაქში ყრის თავს. დასის წევრები არიან თუ არა ისე რომლებიც აი სპეციალურად თბილისიდან ჩამოდიან რეპეტიციებზე, სპექტაკლებს და ბრუნდებიან თბილისში. ალბათ ნაწილი არის რომელიც ზესტაფონში ცხოვრობს. ხო, ერთი ფაქტი აღსანიშნავი რომ ჩვენ ყავს ნანუკი თვითონ, ნანუკი და კოსტა არიან ფოცხვერაში, კოსტა ფოცხვერაშვილი არიან როგორც ჩვენი თეატრის მსახიობები, ასევე დმანისის თეატრის მსახიობები, იმიტომ რომ გიორგი სიხარულის აღზრდილი ჯგუფი არის. ალბათ თამაშობთ სულიკოში, ხო? კი, რა გიკვირდა.
ხდებასთან. და რა თქმა უნდა მათ უწევთ ხოლმე ზოგჯერ რომ ჩამოვიდნენ, თუმცა კოსტას ეს ერთგვარი გადაწყვეტილებაც იყო რის გამოც ვაფასებთ ნანუკის რომ ისინი რეგიონის თეატრში დარჩნენ და აქტიურად აგრძელებენ მოღვაწეობას. ძალიან დასაფასებელია ახალგაზრდა მსახიობების მხრიდან. არსებობს ერთგვარი რაღაც ცნობური დამოკიდებულებაც ზოგადად ახალგაზრდებში და რასაც მე რაღაცა დრო ჭირდება რომ გადალახონ ხოლმე და მე ცნობიერებენ რომ თურმე როლებს თამაშობენ მნიშვნელოვანი პერსონაჟებიან ქალაქისთვის. დიდი როლები ითამაშებენ ვიდრე როგორ ბევრი მსახიობია და მოთხოვნა მეტია და კონკურენცია მეტია. და ძალიან ბოდიშსოფო ძალიან ბევრი დიდი მსახიობი ვიცით ისტორიაში ქართული თეატრის, სწორედ რეგიონების თეატრებს შექმნეს დაუვიწყარი მსახიობი და გაითქვეს სახელი რეგიონებში. დიახ, არა მარტო თეატრში, არამედ მუსიკა, ხელოვნების ნებისმიერ მიმართულებით, ასე ვთქვათ. ნანკი, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მოსახლეობისა შეიძლება ვთქვათ, დედაქალაქს არის უფრო მეტწილად, ხო, აქ ცხოვრობს, აქ სახლობს, რამდენად არის, რამდენად იგრძნობა მათი აქტიურობა, სპექტაკლებზე დასწრება როგორია და რა თქმა უნდა, თავისთავად მათი დამოკიდებულება თეატრის მიმართ. იცით რა, ვფიქრობ, რომ როცა რეგიონის თეატრში მუშაობ, ძირითადი აქცენტი მაინც უნდა გააკეთო ახალგაზრდა თაობაზე, ბავშვებზე, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი ვფიქრობ, რომ მაინც ბავშვები არიან და რაღაცნაირი მოვალეობაც არის შენი, რომ რაღაცა ისეთი რეპერტუარი ქონდეს თუნდაც, რომ ცოტა გაზარდო, მიაჩვიო ფიქს, შეაყვარო თეატრი და ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თაობა დღეს ზესტაფონში, ძალიან კარგი ბავშვები არიან, განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა. აქტიურად დადიან, აინტერესებთ და ცდილობენ, რომ რაღაცა მეტი და მეტი გაიგონ თეატრის შესახებ და მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი მაყურებელი ყავს ზესტაფონს. ეს მართლა შესანიშნავია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საქმეა რეგიონებში თეატრის არსებობა, აი ბატონს დამეთანხმება თქვენს დამეთანხმებით, რომ ძალიან იგრძნობა ხოლმე ჩადიხარ რომელიმე ქალაქში ან დაბაში და ხვდები არის თორე თეატრის ისტორია. მაყურებლით იმ წუთში ხვდები, პირველი რეაქციაზე ხვდები დაუშვათ მათ დამოკიდებულებას და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია. ბატონს მინდა ვკითხო სანამ ისე მსახიობებთან გამოვაგდოთ საუბარ და მსახიობების ნაწილზე, რა პრინციპით შეერჩია ეს სპექტაკლები, თუ იყო რაღაც კონკრეტული რაღაც ხედვა რომ მოდი ეს სპექტაკლები წავიღოთ თუ ამაზე არ ვგიქრებთ. ბოლოს განხორციელებული სპექტაკლები იყო, რომელიც დედაქალაქის მაყურებლისთვის ჩვენ არ წარმოგვიდგენია, იმიტომ რომ ჩვენ აქამდეც ვქონდა უკვე ორი გასტროლი. მსგავსი შინაარსის, ანუ შემოქმედებითი კვირეული, როგორც დავარქვით და წინა სპექტაკლები, რომელიც პირველ წლებში დაიწყო, რაც დაიდგა, რაც მე დავიწყე ზესტაფონის თეატრში მუშაობა, მას მერე და შესაბამისად ეხლა არის უკვე წარმოდგენილი მხოლოდ ის სპექტაკლები, რომელიც ბოლო წლებში დაიდგა და არ მქონია აქეთ წარმოდგენილი ჩვენ მაყურებლისთვის. შვენიერი და არა საომაგოთ გეგმაში ის რომ თქვა სხვა ქალაქის თეატრებსაც ეწვიოთ და მაყურებლებს წავდგენთ აქტიურად ვსტუმრობთ და განსაკუთრებით ქვეყნის მასშტაბით დავდივართ ხოლმე ფესტივალებზე, ეს იქნება ქუთაისის იმერეთის ფესტივალი თუ დუმბაძის სახელობის ფესტივალი ოზურგეთში, ვიღებთ აქტიურად მონაწილეობას ასევე ფოთის ფესტივალში. კი ბატონო, ძალიან კარგი. ამ ხრივ მინდა ხაზი გაუსვა და აღნიშნო აუცილებლად კულტურის სამინისტროს თანადგომას და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანადგომას, იმიტომ რომ მათი დახმარების გარეშე რეალურად ვერ შევძლებდით ჩვენ ამ მსგავსი პროექტის განხორციელებას. ეს მნიშვნელოვანია. ორ თეატრში ხართ, ორივე რეგიონის თეატრია. თქვენი პედაგოგი გამოიჩინა, დადიოდა მოიარა რეგიონის თეატრები, ან ხელმძღვანელად ან დგამს ხოლმე, აი ხა ზესტაფონშიც დავდგამს. და დადიხარ თბილისიდან, ხომ? იმიტომ რომ ნუ ესე გიწევს. ძალიან კარგი ფაქტია გულწრფელად და მე ვიცი რომ ასევე თქვენი ჯგუფიდანაც ზოგადად ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მანიში ზესტაფონის სხვა თეატრებში არიან და აღარ არის დამოკიდებული რომ აუცილებლად თბილისში და აუცილებლად თავარ თეატრში იყო. ამაზე თელად გავწყვეტ, რა ინტერესიან ხიბლი შეიძლება კონდეს ამას. ალბათ პირველ რიგში ის რომ ძალიან დიდ გამოცდილებას აგროვებ. გეძლევა იმის საშუალება, რომ ბევრი საინტერესო როლი შეასრულა, ბევრი მოწვეული რეჟისორი ჩამოდის ხოლმე რეგიონებში და სხვადასხვა რეჟისორთან მუშაობა მგონია რომ უფრო გზრდის. და ასევე ისეთი როლები, რომლებიც ხვდაწილად რო გვეთამაშა, მგონია რომ პროფესიულად გაგუზრდის. სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცი, თუმცა ამ ეტაპზე ეს სიარული და ეს რაღაცა ექშენია. კარგი. ბატონო
მე მაქვს ინფორმაცია, ამდენიმე წლის განმავლობაში ჩემ დროსაც როცა მესწავლობდი, იყვნენ ხალხი, რომლებიც ზესტაფონიდან არ ზესტაფონის შემოგარენიდან იღებდნენ განათლებას თბილისში, ანუ ეუფლებოდნენ სამსახიობო ფაკულტეტს. ამ შემთხვევაში თუ არის რომ აი წარმომადგენლები ზესტაფონის უბრუნდებიან ზესტაფონის თეატრთან, ეს შემთხვევა თუ არის, მიიღეს განათლება და თქვენთან მუშაობენ, ან აქვს როგორ? ყავს ესეთი მაგალითი არის ესეთი გიორგი სირბილაძეა, ახალგაზრდა, რომელიც სანამ ჩააბარებდა თეატრალურ უნივერსიტეტში, მანამდე უკვე ჩავხვდით ჩვენ სპექტაკლში. დაინტერესეთ რომ თეატრით. დღესდღეობით არის გოგი მარგულაშვილის სტუდენტი და მას უნებრივია დღემდე საკუთარი ქალაქის თეატრის წარმატება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე როგორც მისი უფროსი თაობა, როგორც აიგანუკიძე და კოსტაზე აღნიშნე, უფროსი თაობა, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხდებიან პერსონები ქალაქში, მნიშვნელოვანი პერსონები და ესენი ქმნიან თეატრის ახალ ისტორიას, წერენ იმ ხალხთან ერთად, იმ მნიშვნელოვან მსახიობთან ერთად, რომლებმაც მრავალი ათეული წლებია მოიტანეს თეატრის ისტორია, უკანასკნელი ეს პერიოდი. განსაკუთრებით მოხდა რენი აბესაძეს პერიოდში, როდესაც სახელმწიფო სტატუსი დაიბრუნა თეატრმა და აღსანიშნავია მისი ღვაწლი და ასევე იმ მსახიობების, რომლებიც დღემდე ახალგაზრდებთან ერთად დგანან გვერდით. მნიშვნელოვანი ისტორიის თეატრია, ჯერვის სახელთაც წერავს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი მსახიობის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი ჰამლეტის. კი ბატონო. და გვაუწყდება, რომ იქვე ახლო მაღლდებული სერგო ზაქარიაძე და ასე შემდეგ, ასე რომ დიდი ისტორია აქვს ამ ქალაქს და ამ რეგიონს. ფაქტობრივად აღნიშნეთ, კახა ეხა უშანგის ჰამლეტი და ყვარყვარეც ასევე ეს ლეგენდარული სახეები, რომელიც შექმნა დიდმა ავტორმა, არტისტმა, ჩვენ ერთგვარი რაღაცა რეფრენივით გვაქვს, როცა ვიმეორებთ იმ როლებს და იმ სახეებს, რომელიც დატოვა მართლაც და ჩვენი შემოქმედებითი პოლიტიკაც ეგ არის, ემსახურება იმას, რომ გააცოცხლდეს ის სახეები, რომელიც დატოვა ამ ლეგენდარულმა არტისტმა. ჰამლეტიც გვაქვს ჩვენს რეპერტუარში. და ხონდა წარმოდგენილი სხვათა შორის აქ თბილისში მარჯანიშვილის სცენაზე. კი, ერთ-ერთი რაც მაგნიშნო ძალიან გამიხარდა, ბოლო პერიოდში ხდება ხოლმე თქვენი თეატრის რაღაც ვიდეოები, რილსები, ხო თანამედროვე ენაზე ვაპარაკოთ და ეს ძალიან კარგია დღეს თანამედროვე სამყაროში ამის გარეშე ძალიან რთულია და მე ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაც უნდა ქნათ, რომ მაქსიმალურად გაიგოს ხალხმა და თან ახლა ამ ახალი გზის პირობებში აქვეა ზესტაფონს ჩასვლა არაფერი არ არის. ადვილად შეიძლება ჩახვიდე ნახო სპექტაკლი და დაბრუნდნენ იმდენად თბილისში და ძალიან კარგია რომ ესე ზოგადად როგორც ახსენა, ახალგაზრდები ძალიან დაინტერესებულები არიან და ხშირად ესწრებიან, ცდილობენ უფრო მეტი შეიტყონ, შეიმეცნონ და მეტი წაიღონ თეატრისგან, ხო თეატრიდან თითოეული სპექტაკლისგან და ვიმედოვნებს თავისთავად რომ კიდევ არაერთი ძალიან კარგი მსახიობი დაიბადება, არაერთი მარგალიტი იქნება ნაპოვნი ზესტაფონში, რომელიც დაამშვენებს როგორც ზესტაფონის თეატრს, ასევე ნებისმიერი რეგიონის ქალაქის თეატრს. ეს კაი ხაჭაპურიც там შეიძლება და ორივე საზღვარი მშვენივრად. ბატონო, კიდევ ერთხელ უთხრათ, ესე იგი, სვენელ საათ როდის რომელ საათზე გაიხსნება სპექტაკლები თქვენი კვირეული თბილისში? 10 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით ველოდებით ჩვენ მაყურებელს 7 საათზე, 19 საათზე აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, ეს არის გიორგი ლეონიძის 11A. სოლოლაკში, მარტივად რო ვთქვათ, ნუ ვინც ასე თუ ისე თეატრთან დაკავშირებულია, ყველა დაკავშირებულია, ყველა მიცის ეს ტერიტორია, ეს სახლი წარმატებას გისურვებთ ამ დღეებში, ამ კვირაებში და ზოგადად წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში და გესტუმრეთ ხოლმე ყოველ სიახლეზე გაგვიხარდება, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. წარვადგინოთ ჩვენი სტუმრები კიდევ ერთხელ და სიამოვნებით ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ვატო ჯუღელი და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნანკი მაკრახიძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები. ჩვენ კი ამით გემშვიდობებით, ჩვენი ხელვა დილაობით შეგიძლიათ სახიებები უფრო საღამოს სპექტაკლებზე და ჩვენ უფრო დილას უნდა ვიყუროთ ხოლმე და გვიცხიროთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. მადლობთ ყურადღებისთვის.